საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა მოახლოებულ ამხანაგურ თამაშებთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გამართა და მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ციკლზეც ისაუბრა. სანიოლმა აღნიშნა, რომ ჯგუფში ესპანეთი ფავორიტია. მთავარი ბრძოლა კი მეორე ადგილისთვის თურქეთთან და ბულგარეთთან გაიმართება. სანიოლმა დებიუტანტებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ საბა ხარებაშვილს, რომელიც ნაკრების ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელია, დიდი ხანია აკვირდება. შეგახსენებთ, რომ ივნისში საქართველოს ნაკრები ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს. 5 ივნისს დინამო არენაზე ფარერებს, 8 ივნისს კი ქუთაისში რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე კაბო ვერდეს დაუპირისპირდება. ორი ძალიან განსხვავებული გუნდის წინააღმდეგ ვითამაშებთ. ფარერების ნაკრები ფიზიკურად გამორჩეული, აგრესიული გუნდია. კაპოვერდე კი უფრო ტექნიკური, ბურთის ფლობაზე დაფუძნებული თამაში აქვთ. ჩვენ ორივე მეტოქისთვის მზად ვართ. ნაკრების ქუთაისში თამაში სწორი გადაწყვეტილება. ეს გუნდი ყველას ეკუთვნის და მარტო თბილისში არ უნდა ვითამაშოთ. გუნდში ბევრი ახალი მოთამაშე იქნება, რომლებმაც უნდა შეძლონ კონკურენციაში შესვლა. ძირითადი შემადგენლობის ბევრ ფეხბურთელს დასვენება სჭირდება. შეუძლებელია მხოლოდ რამდენიმე მოთამაშეზე დაყრდნობა. წინ გრძელი გზაგველის და სხვა მოთამაშეების დახმარებაც დაგჭირდება. წარმოუდგენელი არის სულ ითამაშო ერთი დიზაინის ასე მაისურში ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვანი არის სიახლეები. მე ძალიან მომწონს ჩვენ ყველას, მაგიტომ შეიქმნა ასე ვთქვათ, გამოვიდა ხალხი მაისურო ძალიან მომწონს ჩვენ ყველა ძალიან ბევრი პოზიტიური და ძალიან კარგი შეფასება იყო, თქვათ, ასე ვთქვათ, ნეგატიური შეფასება ნორმალური არის ყოველთვის, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ გულშემატკივრისთვის ძალიან საყვარელი მაისური იქნება.